ჩვენი ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში. აი ასე ვამბობთ უაქვს ბავშვთა შრომაზე. აი ასე ვცვლით ინდუსტრიას. მოგესალმებით გადაცემაში მთავარი კითხვა ეს არის ევრონიუსის გადაცემათა სერია, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს სამყაროს ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებს ვესაუბრებით. მე ჰანა ბრაუნი ვარ და დღეს ჩემი სტუმარია კომპანია ტონის ჩოკოლოუნდლის აღმასრულებელი დირექტორი დუგლას ლამონტი. თქვენი კომპანია 2005 წელს დაფუძნდა შოკოლადის ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული ბავშვთა ექსპლუატაციისა და მონობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მიზნით. უკვე 21 წელი გავიდა. რა მდგომარეობა ახლა ამ ინდუსტრიაში? ცვლილება ნელა მიდის, როგორც მივხვდით, თუმცა ასე მგონია საკმაოდ კარგ შედეგებს მივახციეთ იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი სულ უფრო მეტს იგებს დასავლეთ აფრიკაში არსებული პრობლემების შესახებ. ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივა სახელწოდებით ტონის ღია ჯაჭვი, რომლის ფარგლებშიც შემოგვერთდა 20 პარტნიორი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ კაკაოს ნედლეულის მიღების მიზნით. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ინდუსტრიის ძალიან მცირე წილი, 1% გვიკავია და კიდევ გვჭირდება გარკვეული ცვლილებები, რათა დასავლეთ აფრიკელ ფერმერებს უკეთესი პირობები შეუქმნათ. We need further change to happen to deliver for farmers in West Africa. რომ განგვიმარტოთ, მაინც რამხელა ევროპის შოკოლადის ინდუსტრია 2026 წელს. ევროპაში ამ ინდუსტრიის მოცულობა დაახლოებით 42 მილიარდი ევროა, ასე რომ საკმაოდ დიდია. რაც შეეხება გლობალურ დონეს, ეს ინდუსტრია ორჯერ დიდია. ეს უზარმაზარი გლობალური პროდუქტია, მაგრამ სოფლიოში მოხმარებული კაკაოს 60% დასავლეთ აფრიკის ორი ქვეყნიდან მოდის, კოტ-დივუარიდან და განიდან. ამიტომ ძალიან რთულია გარანტიების შექმნა, რომ დასავლეთ აფრიკაში არსებულ ბიზნეს მოდელმა არ მიმართოს კაკაოს მწარმოებელი ფერმერების ექსპლუატაციას. როგორ გონიათ ამ ინდუსტრიის რამდენი პროცენტი მიმართავს ისევ ექსპლუატაციას? ჩემი აზრით, რეალობა ისაა, რომ ამ პრობლემას ჯერ კიდევ მყარათავს გადმული ფესვები. ჩვენს საკუთარ მიწოდების ჯაჭვშიც კი, რომელსაც ყოველწლიურად მონიტორინგს ვუტარებთ ბავშვთა შრომის გამოვლინის მიზნით. მაინც გვხვდება ხოლმე ასეთი შემთხვევები. ჩვენი მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 4%-ია ბავშვთა შრომის შემთხვევები. რაც შეეხება მთლიან შოკოლადის ინდუსტრიას, ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტია. ასე რომ ეს უზარმაზარი პრობლემა ისევ არსებობს და რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ, კაკაოს მწარმოებელი ფერმერების 40%-ზე ნაკლები ახერხებს არსებობისთვის საკმარისი შემოსავლის მიღებას. მაინც როგორ ახერხებთ ექსპლუატაციის შემთხვევების აღმოჩენასა და გადაჭრას თქვენი მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში? ჩვენ დავნერგეთ ეგრეთ წოდებული 5 წყაროს პრინციპზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მიკვლევადობით იწყება. ვწმუნდებით, რომ თავად ვიცნობ თითოეულ ფერმას, რომელიც კაკაოს მარცვლებს გვაქვს. ამის მერე თანამშრომლობთ ამ ფერმერებთან, რომ ფერმერების მყარი ბაზა შევქმნათ. მათ ვუდებთ გრძელვადიან კონტრაქტებს. ეს არის ასიმეტრიული კონტრაქტები, რომელთა მიხედვითაც ვალდებულებას ვიღებთ, რომ ყოველთვის შევიძენთ მათგან პროდუქტს არსებობისთვის საკმარის ფასად. ასე რომ მათ ხელები გახსნილი აქვთ. თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ გადავიხოთ საარსებო მინიმუმის შესაბამისი ფასი. ამჟამად მაგალითად დასავლეთ აფრიკაში გავრცელებულ ფერმაში ასაღებ ფასს 45%-ს ვამატებთ პრემიის სახით. ფაქტების ასეთი კომბინაცია ნიშნავს, რომ ფერმერს ცოტა მეტი ფული რჩება ჯიბეში და შეუძლია რომ საკუთარ ფერმაში ინვესტიციაც გააკეთოს და შვილი სკოლაშიც გაუშვას. თქვენი ბრენდის სახელწოდებაში არის სიტყვა მარტო, რომელიც სავარაუდოდ იმიტომ მიამატეთ სახელს, რომ კომპანიის დაფუძნების დროს თავს მარტო გრძნობდით ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორ გონიათ, რამდენად შეიცვალა ვითარება? არა, ახლა ალბათ ნაკლებად გრძნობთ თავს მარტოთ და ამას ორი გარემოება განაპირობებს. როგორც უკვე აღნიშნე, წამოვიწყეთ ინიციატივა ტონის ღია ჯაჭვი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ეთიკური გზით მიღებულ კაკაოს ნებისმიერ მსურველს ვთავაზობთ. და საკმაოდ ბევრი პარტნიორი ყავს, მათ შორის კერძო ბრენდებიც, მაგალითად ალბერტ ჰეინი და White Rose. შემოგვერთდნენ და კაკაოს მარცვლებს ჩვენგან ყიდულობენ. ახლა ეს არის მისიის ირგვლივ გაერთიანებული 22 პარტნიორისგან შემდგარი კოლექტივი, რაც ჩვენი აზრით შესანიშნავია. თუ მიწოდების ჯაჭვში ასეთი ღრმად ფესვს გადმული პრობლემების აღმოფხვრა გინდა, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში. ერთმანეთს კონკურენცია შეგვიძლია გავუწიოთ მაღაზიის თაროზე, მაგრამ მიწოდების ჯაჭვში უნდა ვითანამშრომლოთ. მოდი საფასო პოლიტიკაზე ვისაუბროთ. ევროსტატის მიხედვით შოკოლადის სამახმარებლო ფასი 17.9%-ით გაიზარდა მთელ ევროკავშირში 2025 წელს. ეს კი ყველაზე დიდი ფასნამატია სასურსათო პროდუქტებს შორის. ამ დროს კი საშუალო ინფლაცია მსურსასა და უალკოჰოლო სასმელებზე მთლიანად 3.3% შეადგინა. მაინც რამ განაპირობა შოკოლადის ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა? Went up 5 times in price. თავარი ფაქტორი ის იყო, რომ კაკაოს ფასი გახუთმაგდა. 500%-იანის დაიყო კაკაოს ფასი, ზედიზედ ორჯერ ცუდი მოსავალი იყო ორი სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ წელიწადს გვალვა იყო და მერე დიდი ნალექი, ხოლო მეორე წელს პირიქით. რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ძალიან ცუდი მოსავალი ჰქონდა. არა და კაკაოზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში შეიძლება. ასეთი კომბინაციის პირობებში, როდესაც მოსავალი დაბალია და მოთხოვნა მაღალი, ეკონომიკას შესაბამისად იქცევა და ფასები იზრდება. თუ გვინდა გადავჭეთ, როგორც ბიზნესი და წაგებაზე არ გავიდეთ, ჩვენი ხარჯი მომხმარებელზე უნდა გადავანაწილოთ, რათა დავწმუნდეთ, რომ ამ ფასის გადახდა ფერმერების კისერზე არ გადავა. To make sure that the farmer didn't pay the price for that.
ახლა როგორაა საქმე? 2026 წელს უფრო მკვეთრ ზრდას ხომ არ უნდა ველოდოთ? So again, the prices are now on the ground in West Africa gone completely the other way. So we've seen ფასები დასავლეთ აფრიკაში სრულად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა და კაკაოს ფასი ძალიან დაეცა. გაძვირების შედეგად მომხმარებლის მოთხოვნა ეცემა. კარგი მოსავლის დროს კი ეს ტრენდი პირიქით იცვლება. ჩვენთვის ფასის ვარდნა ბაზარზე სულაც არ არის სასიხარლო. ჩვენ გვინდა მდგრადი, მყარი, საარსებოდ საკმარისი ფასი. ფერმერებისთვის ეს ფასი კი გაცილებით აღემატება დღეს არსებულ ფასს. ყველა 12 თვით ადრე აკეთებს შესყიდვებს და დღეს რა ფასადაც ვყიდულობთ, ეს ფასი სამომხმარებლო ფასზე 1 წლის შემდეგ აისახება. რადგან ამჟამად ყველა იმ კაკაოს ყიდის, რომელიც ძალიან ძვირად აქვს ნაყიდი. ჩემი არგუმენტი ასეთია. დიახ, დიდმა კომპანიებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია ფერმერისთვის გადახდილ საარსებო ფასში. უნდა გადაიხადონ დამატებითი პრემია, როგორც ჩვენ ვიხდით და არ გადაამისამართონ ეს ფასნამატი მომხმარებელზე ან საცალო მოვაჭრეებზე. ადრე ყველა ამბობდა, რომ ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან თუ კი მეც გადავიხდით, მომხმარებელი არასოდეს გადაიხდის ამ ნამატის ღირებულებას. მაგრამ საერთო ჯამში ვხედავთ, რომ მომხმარებელი იხდის ამ ფასნამატს და გაჩნდა ფული, რომლის ინვესტირებაც შესაძლებელია ფერმერში და სწორედ ასე ვქმნით უფრო სტაბილურ ინდუსტრიას. ასე ვათავისუფლებთ ბავშვებს შრომითი ექსპლუატაციისგან. ასე ვქმნით ინდუსტრიას. That's how we get children out of child labor. That's how we change the industry. როგორ გონიათ რამე ხომ არ არის საჭირო გაკეთდეს, რომ საზოგადოებამ ფასი განსხვავებულად აღიქვას? ხშირად მიიჩნევენ, რომ თქვენი კომპანია შოკოლადს პრემიალურ ფასს ადებს, მაგრამ სინამდვილეში როგორაა საქმე? ეს პრემიუმ სეგმენტის შოკოლადია თუ ასეთია ექსპლუატაციისგან თავისუფალი შოკოლადის ფასი? ჩვენი აზრით, ჩვენი ბრენდი არ არის პრემიუმი. სინამდვილეში ჩვენი შოკოლადის ფილა მომხმარებელს იმიტომ გონია ძვილი, რომ ჩვენი ფილები უფრო დიდი და სქელია იმ ფილების უმეტესობასთან შედარებით, რომლებიც თაროებს დებს. ასე რომ დიახ, აბსოლუტური ფასი უფრო მაღალია, მაგრამ ამ ფასად უფრო მეტ შოკოლადსაც იღებ. კილოგრამობაზე რომ დავთვალოთ, ჩვენი შოკოლადი როგორც წესი 20-25% აღემატება მათ გვერდით დადებულ შოკოლადის ფილებს და ამ ფასის გადახდა ჩემი აზრით გამართლებულია. ის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი შოკოლადის ბრენდი ვართ, იმაზე მიუთითებს, რომ ბევრი სხვაც ფიქრობს, რომ ამ ფასის გადახდა ღირს. შესანიშნავია თქვენ საკმაოდ წარმატებით ასრულებთ თქვენს მისიას. მაინც რის მიღწევას გეგმავთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში? ჩვენთვის მეტი მოცულობა ნიშნავს მეტ კაკაოს მარცვალსა და მეტ გავლენას მწარმოებელ ფერმერებზე. ასე რომ თუ მკითხავთ, მინდა თუ არა კომპანიის ზომის გაორმაგება, რა თქმა უნდა მინდა, რადგან ეს ნიშნავს ორჯერ მეტი კაკაოს მარცვლის ყიდვას ეთიკური გზით, როდესაც დასავლეთ აფრიკელ ფერმერებს საარსებოდ საკმარის ფასს უხდით და ჩვენც სწორედ ეს გვინდა. გვაქვს კიდევ ერთი ამბიცია, გვინდა ინდუსტრია შევცვალოთ. საკმარისი არ არის, რომ მხოლოდ ჩვენი კომპანია იყოს კარგი. ჩვენი ჭეშმარიტი ამბიცია ის არის, რომ რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ მოგვბაძოს და იკისროს დანამატის გადახდის ვალდებულება. ჩემს თავს მისიის ხელმძღვანელად მივიჩნევ და არა ბრენდის ხელმძღვანელად. მისია კი ის არის, რომ ერთიანი ძალით დავასრულოთ ექსპლუატაცია კაკაოს სფეროში. ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი ბრენდის საქმიანობა და მთლიან ინდუსტრიას ეხება, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და მობრძანდით გადაცემაში მთავარი კითხვა. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან სტუმრობა.